ალბათონი ირმა სოხაძეს გაუშვათ რა ეს რას ლაპარაკობს ერთი ნახოთ რა. მე გულწრფელად მაინტერესებს რატომ ჩაგვაგდო ჩემს მიერ არჩეულ ნდობა გამოცხადებულმა ხელისუფლებამ ამ დღეში. რა დღეში? რა დღეში? აბა დღეში. გაუშვით კომენტარები, მე არაფერს არ ვიტყვი რა, აი რას ვწერე რა. შენს დანაშაულს დენს ღალატს ხელისუფლებას აბრალებ, რომ გაიქესი და მოღალატე ვითომ ოპოზიციას დაუდექი გვერდით და რომ ლანძღავდი და ყველა ამორალურ ადამიანს გვერდით ედექი, მაშინ არ ფიქრობდი, რომ ეს შენი ქვეყნის ხელისუფლება იყო და სახელმწიფოს და ქვეყანას ცუდს უკეთებდი. მეგობრები დავკარგეო, რომ მოთქვაო, ახალი ოპო მეგობრები ხომ შეიძინე. ჯერ სათხარ ციცძე კვენანი მერე ნახე ყველას რომ უყვარდი გაწყინა იმ სიყვარულმა, ახლა უმრავლესობას ზულხარ. აი ხა ეს უყურებ გამოხმაურებებს. შეხედე კომენტარის ქვეშ იყო 295 ლაიკი. ერთი კომენტარის ქვეშ იყო სრულიად ამომწურავი და სრულიად საკმარისი. აი მეტი რაღა უნდა. აი ხა მეტი რაღა უნდა. ეხა ადამიანს ის ვერ გაუგია სად არის? სად არის და რატო არის? თვითონ იწეხის რომ ხმა მივეციო. თუ ხმა მიეცი მაშინ ამას რატო აკეთებ ხა? დაიცადე ბოლომდე. 4 წელი მოიცადე. შენ თუ მიეცი ხმა და ამ ხელისუფლების და ამ მთავრობის პასუხისმგებელი ხარ. ოპოზიციაში რას გარბი ხარ? ესე იგი პასუხისმგებელი ხარ ხო ამ ხელისუფლებაზე და მთავრობაზე? თუ ეგრევე პირველივე პავროჩი ღალატობ. მე უფრო მგონია, ვიცი რა შეესაქმე გიგა. და თავის მეგობრებს აბრალებს. ყველას აბრალებს. მეგობრები დავკარგე და რა იქნებ მეგობრებმა დაკარგეს. საკუთარ თავს კითხვას რატო არავინ არ უსვამს, რომ ეს რატო ხდება ჩემს თავს? იქნებ ჩემი ბრალია რაღაცას არასწორად ვაკეთებ. არა, ამათმა ისინი არიან ყველანი არასწორები. მე მართალი ვარ ყველაფერში. აგესნი რატო? მე მგონია მართლა ვამბობ და ამითი ამ ქალბატონზე აღარ დავასრულებ საუბარს არის ის, რომ ეს ქალი როგორც კი კარგავს აქტუალურობას, ეგრევე რაღაც აი ესეთ რაღაც სიგიჟეში ყოფს თავს. ანუ აი სრულ სიგიჟეში უნდა ამოყოს თავი, რომ მოახდინოს თავისი, ასე ვთქვათ, ის რა, თავს გაახსენოს თავი, რა. მაიცი რა არის მე კი ვიცი რა რატომაც ხდება ეს ყველაფერი რა, მაგრამ ნუ არ ვიცი, არ მინდა ხა ამ თემაზე ლაპარაკი რა, იქ მოკლედ რა ვიცი, სალომე ასათიანი რო არის და ეს მთელი ცხოვრება რო თავისუფლ იმაში მუშაობს, ხო? რადიო თავისუფლებაში, პრაღის ოფისში რა. და ეს ქალიც მე მგონია რომ საშინელი ბულინგის მსხვერპლია რა. თავისი ოჯახის წევრებიდან. მე ესე მგონია. მის მეუღლესაც გადაახტა გია ეგრე. მის მეუღლესაც გადაახტა. არ არის, ეგრე არ გამოდის აქ მარტო რომ სალომეს თქვა სიტყვაზე მხარი დაუჭირა ამითი და ბულინგდა და იმას აყვა. ანუ აქ შეხედე როგორ რაღაცა, ანუ ორგანიზმია ხო, ოჯახი ხო? ანუ მეუღლეს ხო გადაახტა თავზე ამ ნაბიჯით ხო? ყველამ ვიცით ხო მისი მეუღლე? კი. აგერ ერთი წლის წინ იყო თუ წელიწად ნახევრის წინ დააჟილდოვეს ხო? კი, უმაგრესი ადამიანი და უმაგრესი სახელით და უმაგრესი კოლორიტული ადამიანი რა. ხო და ალბათ ძალიან უხერხულია, როდესაც ოჯახში ესეთი არაჯანსაღი სიტუაცია. მე მიცვერებ ეს აი ეგ არის რა გინდათ და ამ თვითონ ოჯახის ავტორიტეტს რატო ებრძვით ხო? შვენიერი ავტორიტეტი ქონდათ და გააქვთ კიდევაც თუ მოხვალთ აზე რა. რა ვიცი რა რომ შვენიერი ოჯახი, შვენიერი მეუღლე, რა ვიცი, ყველას უყვარს თქვენი მეუღლე, რა ვიცი. უცბად ხდება ისეთი რაღაცა, რომ ტელევიზორში გამოვარდებით და ვის მეგობარსაც, მეზობელსაც, იმასაც, ამასაც ყველას თავს აზიზღებ. ან თუნდაც ახლა შენ თავს დაუზე შეკითხვა რატო? რასაც შენ ამბობ ახლა შვილის მხარდაჭერის ამბავი, ხო? ეს დაუჭირე იმ შვილს მხარი, ჩამოშორდი, კარგი? ჩამოშორდი. აი ეს პირდაპირ ეთერებში და ეთერს იარული რა. ძალიან ბევრი არის, შეიძლება რომ არ ჩანს რა. კი, ყველაფერი შეიძლება იქით იყოს, აქეთ იყოს, მაგრამ არ ჩანს, რაღაც გარემოებებს უფრთხილდება რა.